ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან პოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს ახალგაზრდა იურისტებმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ სამართალდამცველებს და უწყებათა შორის კომისიას. ნინო გომართელი საუბრებს მოამბის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში. ნინო, უფრო კონკრეტულად რა ფაქტებზე საუბრობენ არასამთავრობოები და რა არგუმენტები აქვთ მათ? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზეწოლის ფაქტებს ადგილი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 10 საარჩევნო ოლქში აქვს საუბარი და მათი ინფორმაციით ზეწოლის ფაქტები ძირითადად ხორციელდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე, თუმცა ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ სხვა პარტიებიც, როგორც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყვება, მათ პირადადაც ჰქონდათ შეხვედრა რამდენიმე კანდიდატთან, მათი ნაწილი, როგორც ისინი ყვებიან, ერიდებიან, რომ ისაუბრონ ღიად თუ რა ტიპის ზეწოლაზე იყო საუბარი ან კონკრეტულად ვისი მხრიდან, თუმცა ნაწილი არერიდება ამ ინფორმაციის გამჟღავნებას და აქედან გამომდინარე არასამთავრობო სექტორმა შეაგროვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატებზე, გარკვეულ კანდიდატებზე სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა იმისთვის, რომ მათ მოხსნა კანდიდატურები თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამასთანავე იქნება დამატებითი პრობლემა, როგორც არასამთავრობო სექტორი ამბობს, ზეწოლა ხორციელდება საარჩევნო სიაში არსებულ პირებზე და აქედან გამომდინარე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სის დიდი ნაწილი მოხსნის საკუთარ კანდიდატურას, პარტია შეიძლება საერთოდ მოიხსნას რეგისტრაციიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან უნდა იყოს რეაგირება, რადგანაც მონაცემები და ინფორმაცია შემაშფოთებელია. მუქარა ძირითადად გამოიხატება მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ისინი გათავისუფლდებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობებიდან. არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ისინი გაურბიან ამის დადასტურებას, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ. საუბარი არის დაახლოებით 32 კანდიდატზე და პირზე და ჩვენ აღშფოთებას კიდევ იწვევს ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე ორი დღეა საუბრობენ ამ ტენდენციებზე, ისინი საუბრობენ კონკრეტულ ადამიანებზე და ზეწოლის ფაქტებზე, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი. ეს ინფორმაცია, რაც ვრცელდება ჩვენს მიერ, რაც ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ, წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცავ ორგანოებზე, რომ მათ დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ის პირები, ვინც ზეწოლას ახორციელებდნენ უშუალოდ მისცენ პასუხისგებაში და მოახდინონ ეფექტური რეაგირება. სხვაგვარად, ალბათ გასაგებია, რომ არჩევნებამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ეს ძალიან უარყოფით შეფასებას იქონიებს მთლიანად საარჩევნო პროცესზე. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ღია განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც, ისინი საუბრობენ, რომ განსაკუთრებულად შემაშფოთებელი სიტუაცია არის რეგიონებში, ისინი კონკრეტულ ფაქტებს ყვებიან და ამბობენ, რომ ეს ზეწოლა ხორციელდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ზეწოლა ნამდვილად მიმდინარეობს, ვინაიდან წარმოუდგენელია განსაკუთრებით რეგიონებში უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში მოხსნა კანდიდატურა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მე მგონი თუ ავსწრებით, ხო? შეუძლებელია მოხსნა კანდიდატურა, როდესაც აქტიურად ხარ ჩართული უკვე საარჩევნო კამპანიაში, შეიძლება ერთმა მოხსნას, ორმა მოხსნას, მაგრამ როდესაც ეს არის 10-თან დაკავშირებული და უფრო მეტ ადამიანთან, ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლის გარეშე ნამდვილად ვერ მოხდება. ადგილი აქვს ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლას, შემადგენლობის იმ კონკრეტულ სუბიექტებზე, რომლებმაც უარი თქვეს გააგრძელონ და როგორც წარმოგიდგენიათ, როცა 8 ადამიანი ერთდროულად წერს განცხადებას და გადის და მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გარკვეული მოკვლევებიც და ჩვენი პარტიაც, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო სუბიექტი ყველანაირად შეეცდება, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოიკვლიოს ობიექტური ინფორმაცია, მასალები და წარუდგინოს უწყებათა შორის კომისიას. ეს არის დაშინების ფაქტები, ეს არის მაჟორიტარები, რომლებიც მიდიან ამ მომხმარებელთან შეხვედრებზე და მათ პოლიცია აჩერებს, აკავებს და გადაყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც აჩერებენ 5-6 საათი და შეხვედრა ჩაშლილი არის ფაქტიურად. ის მანკერი პრაქტიკა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ყველა რეგიონებში შენარჩუნებული,
არასამთავრობო სექტორი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს პირველ რიგში და მოითხოვს მათგან ადეკვატურ რეაგირებას, თუმცა ამ განცხადების მთავარი ადრესატი არის ასევე უწყებათა შორისი კომისია, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მსგავსი ტიპის დარღვევებზე. თია წულუკიანისგან ელოდებიან ისინი პასუხს ამ ეტაპზე. უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ის ბათუმში იმყოფება და ჩვენ ველოდებით, როგორ იქნება მისი რეაქცია არასამთავრობოების განცხადებაზე. დიდი მადლობა ნინო, ეს იყო ნინო გომართელი, რომელიც მომავალ სტუდიიდან გვერდთვებოდა.